გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით თბილისში უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. ფორუმს ესწრებიან მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, წამყვანი დეველოპერული კომპანიები, ასე მეტი საერთაშორისო ინვესტორი, ასევე უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები, რომლებიც საქმიანობენ ევროპის ქვეყნებში, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ფორუმი მიზნად ისახავს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზებას, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისა და საბროკერო კომპანიების დაკავშირებას საქართველოს წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან. სასტუმრო პარაგრაფში ფორუმის გახსნის ღონისძიებას აშუქებს მირიან გორგოძე, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვერთდება. მირიან, გისმენთ. დიახ, როგორია საქართველოში საინვესტიციო გარემო, ასევე უძრავი ქონების ბაზარი, სწორედ ამ საკითხების კვლევას ეხება გარკვეულწილად სასტუმრო პარაგრაფში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის საერთაშორისო ბროკერებისა და ინვესტორების დაკავშირება საქართველოში მსხვილ დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფორუმი გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც საკუთარი სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების და მდგომარეობის შესახებ და განაცხადა, რომ მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით საქართველოში სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა ტარდება და ამის შესახებ საუბრობენ მსხვილი საერთაშორისო და ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიები, რომელთა მონაცემების მიხედვით საქართველოს ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს არა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით. ამ საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო პარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ძალიან სერიოზული გლობალური და რეგიონული სირთულეები, საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება გასული 5 წლის განმავლობაში. საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი ევროპის კონტინენტზე და რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გასული 5 წლის განმავლობაში 2021-25 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. ასევე მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით საქართველოს ექნება ასევე პირველი ადგილი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საშუალოდიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. თქონა ჩვენი ვალია მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ იმ ტენდენციის შენარჩუნებას, რომელიც არის ჩამოყალიბებული, ამისათვის რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკურ ზრდაში უკავია განსაკუთრებული ადგილი. გასულ წელს უძრავი ქონების სექტორში ეკონომიკურმა ზრდამ, რეალურმა ზრდამ 10%-ს გადააჭარბა. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის საერთო გარემო, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს სათანადო საინვესტიციო გარემო, გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც ბუნებრივია ქმნის სტიმულს საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული მოწინავე ქვეყანა ამ მაჩვენებლით. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე რეგიონში და წინ უსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უკავია მაღალი ადგილი. გამოყოფთ მსოფლიო ბანკის რეიტინგს ბიზნესისთვის მზაობა, ეგრეთ წოდებული BRED, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის იკავებს მეოთხე ადგილს. ბუნებრივია ის საერთო ტენდენციები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირდაპირ პროპორციულად აისახება უძრავი ქონების სექტორის დინამიკაზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ბუნებრივია, ეს სექტორი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელება დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი. ასეთი მასშტაბური ინვესტიციის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და ინვესტორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ადასტურებს საერთო ნდობას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და იმ გარემოს მიმართ, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. მარტო ეს კონკრეტული ინვესტიცია
დაახლოებით 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს საქართველოს ეკონომიკას, რაც მის მასშტაბებზე თავისთავად მეტყველებს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ხელი შეუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც ძალიან დიდი ინვესტიციები იდება და მილია მასშტაბური მშენებლობები ამ მიმართულებით. Რა თქმა უნდა, ესეც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას. უცბად ჩვენ ვცნობთ ხელისუფლების თანაგდგომას, გვერდში დგომას ქართული ბიზნესის მიმართ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, თუ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წარმატება ჩვენს გვიქვია, დღეს ვიტყვი და მომავალში ძალიან ბევრჯერ ვიტყვით, რომ დამოკიდებული იმაზე, რამდენად ძლიერია მისი ეკონომიკა და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად ბიზნესის სახელით. რაც ნიშნავს უძრავი ქონების განვითარება, ბატონმა პრემიერმა ახსენა, რომ მას დიდი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და ამავდროულად დავამატებდით, რომ უძრავი ქონება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ აღარ გულისხმობს მარტო შენობა ნაგებობებს, ეს არის დიდი ინვესტიციები ეკონომიკურის და თანამედროვე ქალაქები, კონკურენტუნარიანობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ენერგოეფექტიანობა და ცხოვრების ახალი ხარისხი. უძრავი ქონების დეველოპერული და სამშენებლო სექტორი ჩვენი ქვეყნის ყველაზე დინამიურად მზარდ დარგებს შორის არის და ეს ინდუსტრია მხარს უჭერს ათასობით კომპანიას. საქართველოში როგორც მსხვილი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს ასოციაციის წევრები განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში არსებული მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა არის კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ მათ ასე ვთქვათ ყურადღება გაზარდონ საქართველოსადმი და შესაბამისად ის ქმნის საქართველოში სტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობას და თავის მხრივ განსაზღვრავს საქართველოში უძრავი ქონების მზარდ დინამიკას განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ფორუმის მონაწილეების განცხადებით თბილისში მსგავსი დონის საერთაშორისო ფორუმის ჩატარება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მაღალია საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება საქართველოს მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი იმართება ჩვენს დედაქალაქში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტიციის თვალსაზრისით საქართველო არის საინტერესო ქვეყანა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, წინ მიდის, ბიზნესის კეთებისთვის არის სასიამოვნო გარემო შექმნილი ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს. დღეს 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ინვესტორი არის ჩამოსული ქვეყანაში, რომელსაც აინტერესებს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება. წარმოდგენილი ასევე ადგილობრივი სხვადასხვა სამშენებლო დეველოპერული კომპანიები, რომლებიც ისაუბრებენ ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოზე, ეკონომიკური განვითარებაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ბიზნესისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, სწორედ საერთაშორისო ინვესტორების მოსაზიდად. აი დღეს ვართ კონფერენციაზე უძრავი ქონების და ერთ-ერთი მთავარი ინფორმაცია, რასაც ჩვენ საერთაშორისო ინვესტორებს, ბროკერებს უძრავი ქონების ნაწილში ვინც მუშაობს, ვაწვდით, სწორედ ეს არის ქვეყნის საკრედიტო რეიტინგები, სტაბილური რეიტინგები, სწორედ იმისათვის, რომ მათ კონდეთ რწმენა და იმედი ქვეყანაში მათ მიერ დაბანდებულ თითოეული დოლარის სტაბილურ, ასე ვთქვათ, განვითარებაზე და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ პარტნიორობის კუთხით კარგად დავინახოთ, რომ თითოეული წარმატებული რეიტინგი არის ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ნდობა ქართული ბიზნესის მიმართ. სასტუმრო პარაგრაფი მას მისდლობს საერთაშორისო ფორუმს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ფორუმში მონაწილეობას იღებენ როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ბუნებრივია, რომ ფორუმის საქმიანობაში ასევე აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში მსხვილი დეველოპერული კომპანიისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები. მადლობა მირიან, პირდაპირ ეთერში საუბრობდა მირიან გორგოძე. ქვეყნის შეურაცხყოფა და მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევა. ასეთია მართველი გუნდის შეფასება ევროკავშირის საელჩოს გადაწყვეტილებაზე. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მედიის პრიზი პუბლიკას იმ მასალისთვის გადასცა, რომელშიც მედია ორგანიზაცია სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს. მათ შორის არიან პოლიციელზე თავდასხმისა და აფეთქების მომზადების საქმეზე გასამართლებული, ასევე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები. ქართულ ოცნებაში ძალადობის ახალისებაზე საუბრობენ. მართველი გუნდისთვის პუბლიკას დაჯილდოება პირდაპირ
პირდაპირი აღიარებაა, რომ ამ პირებს პუბლიკის მსგავსად ევროკავშირის ელჩის ეგრეთ წოდებულ სინდისის პატიმრებს უწოდებს. თემის მეტი დეტალით პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ლელა ჯავახიშვილი. ლელა, გისმენთ. ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე პარალელს ავლებს მზია ამაღლობელის საქმესთან და ამბობს, რომ ევროკავშირის საელჩოს გადაწყვეტილება ევრობიუროკრატიის მიდგომებზე მიუთითებს. პუბლიკა გასაგებია, დიდი კომენტარი არ ჭირდება, რაც შეეხება ამ ჯილდოს გადაცემას, ეს არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ჩვენ ამაღლობელის შემთხვევაში, ხო, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელი შეურაცხყოფისთვის. ეს არის ის დაბალი სტანდარტი, რომლითაც დღეს მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელშიც საკუთარი თავი ჩაიყენა ევროპულმა ბიუროკრატიამ იმის გამო, რომ მთლიანად დათმეს რეალურად სუვერენიტეტი. სახელმწიფო გუნდისთვის ფაქტი მეტყველებს ქვეყნის გარედან ძალადობის მხარდაჭერაზე, მათ შორის სამართალდამცველებზე, მათი ოპონენტებისთვის კი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წახალისებაზე. მე მაგალითად ამ გადაწყვეტილებას მევიჩნევ როგორც წახალისებას თავისუფალი სიტყვისა და მედიის არსებობისა, ხო? ეს სინამდვილეში მიზნად ისახავს იმას, რომ ევროკავშირის საელჩო საქართველოში მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მხარს უჭერს ადამიანის უფლებების დაცვას, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ზოგიერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ ახალისებდა ძალადობრივ ჯგუფებს, ეს ძალიან მძიმეა. ძალიან მძიმეა, არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არ გამოსულა და არავის არ დაუგმია აღნიშნული ძალადობა. პირიქით, ყოველთვის მუდმივად ხდებოდა წახალისება, რაც ძალიან მძიმეა და წარმოუდგენელია უბრალოდ, როგორ შეიძლება ძალადობა წაახალისო, ხო? ნახეთ სხვადასხვა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პოლიცია როგორ ეპყრობა მოძალადეებს. მათ ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემათ, მაგრამ საქართველოში იყო სხვა დამოკიდებულება. საქართველოში პირიქით ახალისებდნენ ძალადობრივ ჯგუფებს, რაც ძალიან მძიმეა. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წლიდან დაწესდა, დაჯილდოების მორიგი ღონისძიება გუშინ გაიმართა. მადლობა ლელა, თქვენ უსმენთ ლელა ჯავახიშვილს. გვიან ღამით დასრულდა შეხვედრა განათლების სამინისტროში. გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე ორივე უნივერსიტეტის რექტორებსა და წარმოადგენლებს შეხვდა. მინისტრმა მათი პოზიციები მოისმინა და შესთავაზე რეორგანიზაციის პროცესში და დროებითი საბჭოს, ანუ მმართველი ორგანოს ჩამოყალიბება, რომელიც ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლობისგან დაკომპლექტდება. ასევე მინისტრმა რეორგანიზაციის პერიოდად არა რამდენიმე თვე, არამედ თუნდაც 2 წელიწად ნახევარი შესთავაზა. გივი მიქანაძის განცხადებით, უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ამ საკითხებზე იმშელებს. მედიასთან შეფასებები გააკეთეს უნივერსიტეტის რექტორებმაც. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ძალიან ბევრი საკითხი დაისვა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენის მხრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ბატონ მინისტრს გადავეცით ის პოზიცია, რაც აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. თირამ, რაზეც ჩვენ შემიძლია სასახელად გითხრათ, რომ შევჯერდით, ის არის, რომ აღნიშნული დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. რაიმე კონკრეტული ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე ჩვენ არ მიგვიღია. ჩვენი თხოვნა ბატონი პრემიერ-მინისტრად და ბატონი ივისადმი, რომელიც მოვიდა გადაცეს, როგორ მომძანა, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმჟელებს ორივე უნივერსიტეტიდან თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივიღოთ. და ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება. ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების სისტემა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში უმაღლესი განათლების სისტემა დგას გამოწვევების წინაშე. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რეფორმა აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია და განსახორციელებელია. აი ამ პოზიციების მოსმენის და კონკრეტული, ასე ვთქვათ, მათი ხედვების მოსმენის შემდეგ შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ ეს რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა ისიერად და რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ
თუნდაც 2 წლის 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც აი ამ რეფორმის პროცესისთვის მთლიანად გვაქვს განსაზღვრული, იმსჯელოს ამ საკითხებზე ყველა პოზიცია შეაჯეროს და მხოლოდ ამ პროცესების შეჯერების შემდეგ უკვე დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია. ჩვენს გუნდში გვექნება მსჯელობა კიდევ დამატებით რა წინადადება შეიძლება შევთავაზოთ ამ პროცესთან მიმართებაში. ჩვენ შევისწავლეთ ევროპული პრაქტიკა, სადაც არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებშიც, გასული წლების განმავლობაში მოხდა ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულების უნივერსიტეტების გაერთიანება ერთი უნივერსიტეტის ქვეშ. დღის განათლების მინისტრს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე მედიის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მთავრობის მედაურმა აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა სტუდენტებისთვის მაღალი დონის განათლების მიწოდება და ხარისხის გაზრდა. სუბიექტური ინტერესები კი ყველამ გვერდით უნდა გადადოს. მისი თქმით, კადრების შემცირებაზე საუბარი არ არის. ერთი რამ არის, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, ეს არის ის, რომ ჩვენს სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. რაც შეეხება ამ რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით ზადვართ ბუნებრივია სასაუბროთ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც. დღეს რომ ვერ იღებს სათანადო განათლებას ქართული ახალგაზრდა უნივერსიტეტებში, გვინდათ რომ ეს შევცვალოთ. ეს არის ობიექტური ინტერესი. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, მან დაგვთ ადამიანებს სუბიექტური ინტერესები, ხო? მაგალითად, ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად. ვიღაცა დღეს არის დეკანი და უნდა დარჩეს დეკანად. ვიღაცა ფიქრობს, რომ შეიძლება პროფესორად ვერ დარჩეს თავის უნივერსიტეტში. ჩვენ ყველას ვეუბნებით ერთ-ერთ რამეს. არათუ კადრების შემცირებაზეა საუბარი, იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში. ამიტომ ყველამ უნდა გადადოს გვერდზე სუბიექტური ინტერესები და ყველამ უნდა იმოქმედდეს ობიექტური ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება თვითონ ამ ქრონოლოგიას, ჩვენი მოქმედების ქრონოლოგიას, ჩვენ როცა გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა გვირჩევნია, რომ ჯერ გამოვაცხადოთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ შევიდეთ დისკუსიაში ამ თემასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აი ეს სპეკულაციები, რომლებიც სუბიექტურ ინტერესებს ეფუძნება, იქნება კიდევ უფრო მძაფრად წარმოდგენილი. ყველა ჯერდებოდა იმასთან დაკავშირებით, იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების დონე იყო დაბალი. ჩვენ ვერ ვაწოდიდით ქართულ ახალგაზრდა სათანადო განათლებას. და უცბად როგორც კი დავანოსეთ ეს რეფორმა, აღმოჩნდა, რომ სხვანაირად ყოფილა საქმე და ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ თურმე ყველაფერი კარგადაა უმაღლესი განათლების სისტემაში, ხო? იგივე იყო ფასებთან დაკავშირებით. პრემიერმა მედიასთან ისაუბრა საჯარო დებატებთან დაკავშირებითაც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ განსხვავებული აზრის მქონე პირებს შორის დისკუსიის მიზანი პოლარიზაციის შემცირება და საზოგადოების ინფორმირება. მორიგი დებატები რუსთავი 2-ის ეთერში ორშაბათს შედგება. მასში მონაწილეობას ირაკლი კობახიძე ეკონომიკის მინისტრთან ერთად მიიღებს. მთავარი თემა პრემიერის ინიციატივა იქნება, რომელიც ქვეყანაში პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების რეგულირებას გულისხმობს და რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია დეპოლარიზაციის ხელშეწყობა. თქვენ იცით, რომ საქართველოში ხელოვნურად ქვეყნის გარედან თავს გვახევდნენ სიძულვილს, უნდათ საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენი ამოცანა, ჩვენი მიზანი არის საზოგადოების ერთიანობა და დებატების ინიციატივა ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ გვინდა, რომ ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების აზრის მქონე ადამიანებთან ერთად და ერთად ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რაც ჩვენ ქვეყანას მიიყვანს დეპოლარიზაციამდე. საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად BB დონეზე დატოვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია ეკონომიკური პოლიტიკით, შემცირებული მთავრობის ვალის დონითა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსების მიღების დროული შესაძლებლობა. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც დაკავშირებულია გაძლიერებულ შიდა მოთხოვნასთან. სააგენტო მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება. თემაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა დღეს პრემიერ-მინისტრმაც. საქართველოს აქვს სათანადო გარემო,
ეკონომიკური აქტივობებისთვის ჩამოყალიბებული, ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და თქვენ იცით, რომ გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ქონია არც ერთ სხვა ევროპულ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს ტრეიდინგებში. ახლა კი უცხოეთი ირანი უარს აცხადებს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე. ინფორმაციას Wall Street Journal აფრთხილებს. გამოცემის ინფორმაციით მასკატში ომანის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ დიპლომატებს განუცხადა, რომ თეირანი ურანის გამდიდრების შეწყვეტას არ დათანხმდება. საკითხს გამოეხმაურა შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ძალიან დაინტერესებულია შეთანხმების გაფორმებით. ძალიან კარგი მოლაპარაკებები გქონდა ირანთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ირანს ძალიან უნდა შეთანხმების გაფორმება. ვნახოთ, როგორი იქნება ეს გარიგება, თუმცა ვფიქრობ, რომ ირანის სურვილი სახეზეა. აქ ერთი რამ თავიდანვე ცხადია. არავითარი ბირთვული იარაღი, რომ შეგვძლებოდა ამ შეთანხმებას 2 წლის წინ გავაფორმებდით, თუმცა მაშინ ამისთვის მზად არ იყვნენ. ახლა კი მზად არიან. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტი წარადგინა. ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შემზღუდავი ზომები მიზანში იღებს ნავთობს, ბუნებრივ აირს, ჩრდილოვან ფლოტს, საბანკო სექტორს, კრიპტოვალუტას და მეტალებით ვაჭრობის სფეროებს. სასანქციო სიაში მოხვდა 20 რუსული ბანკი. ყოფილი ევროკომისრის და შტატებში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის ლორდ პიტერ მენდელსონის სახლებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. რეიდები უოლტრიჩში და ლონდონის სამხრეთით მდებარე უბანში ჩატარდა. მედია წერს, რომ შესაძლოა მენდელსონი ეჭვმიტანილი იყოს ბრიტანეთის მთავრობის კონფიდენციალური ინფორმაციის მისი მეგობრისთვის, ფინანსის ჯეფრი ეპშტეინისთვის გადაცემაში. ეპშტეინთან კავშირების გამო ლორდმა რამდენიმე დღის წინ ინგლისის ლეიბორისტული პარტია დატოვა. ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წართვან და კიევს გადასცენ. აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანი ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებს. უნგრეთის საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინაში ომის დასრულების ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკას უჭერს მხარს. ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევს გადასცენ. ბრიუსელი ოჯახის ინტერესების წინ წამოწევას მწვალებლობას უწოდებს. ჩვენ კი ამას საღაზრს ვუწოდებთ. ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება იმას ნიშნავს, რომ მივიღებთ წევრად რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან ომს ნიშნავს. რაღაც მომენტში მშვიდობა რომ დამყარდეს, ომის რისკი მაინც იარსებებს. ნიუ-იორკში იმიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ქალაქის მერმა სპეციალური ზომები მიიღო. ზოჰრან მამდანიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მუნიციპალური სამსახურები ვალდებული არიან დაიცვან იმიგრანტების პირადი ინფორმაცია და გარდა კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა არ გაუზიარონ ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურს. მიღებული გადაწყვეტილებით ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები ვერ შევლენ ქალაქის დაწესებულებებში და შენობებში სასამართლოს ნებართვის გარეშე. ყოველდღე წარმოუდგენელ სისასტიკეს ვეჩეხებით. ნიღბიანი აგენტები, რომელთა საქმიანობა ჩვენივე გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, არღვევენ კონსტიტუციას და ჩვენს მეზობლებს ტერორში აცხოვრებენ. ადამიანებს მანქანებიდან იტაცებენ, მშვიდობიან მოსახლეობას იარაღს უმიზნებენ, ოჯახებს კი გახლეჩა ემუქრება. საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური ვერ შევა ნიუ-იორკის შენობებში საქმის სასამართლო ორდერის გარეშე. არც ერთ ნიუ-იორკელს არ უნდა ეშინოდეს ქალაქის სერვისებით სარგებლობა. ახლა კი ისევ საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ინდოეთის, შრი-ლანკის, პაკისტანის, თურქმენეთის, თურქეთის, ირანის, სუდანის, იორდანიის, ქუვეითის, ნეპალისა და ეთიოპიის მოქალაქეები. დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს მცხეთის მუნიციპალიტეტში სწრაფი ჩასარიცხი აპარატები გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ 12,000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ. მათი პირადი ჩხრეკისას მიმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს ქურდავდნენ. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდებს უმასპინძლა. კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივაწოდოთ მათ ინფორმაცია არჩევნების მნიშვნელობის შესახებ, ისევე როგორც ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საარჩევნო პროცესებში. ასევე ვისაუბრეთ იმ ინიციატივებისა და საგამანათლებლო პროექტების შესახებ, რომელიც ორიენტირებული არის ახალგაზრდების ახალისებაზე საარჩევნო პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტების 8,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირებას ახორციელებს. პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევას სოხაძემ ადგილზე განიხილა. გარდა იმისა, რომ მივიღოთ ფუნქციურად ჩვენ ესა თუ ის სპორტული ობიექტი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კონკრეტული ქალაქისთვის, იმ გარემოსთვის მორგებული არქიტექტურა მივიღოთ, თანამედროვე არქიტექტურა მივიღოთ. ეს რუსთავის ქალაქისთვის არა მხოლოდ სპორტული მნიშვნელობის ობიექტი გახდება, არამედ იქნება ერთ-ერთი ლანდშაფტზე მორგებული არქიტექტურული ობიექტი, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალაქებისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი სტადიონი მისცემს ახალ შესაძლებლობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გამოაცოცხლებს ქალაქს, დაუბრუნებს გამარჯვების ემოციას, რომელიც ჰქონდა ხოლმე და კიდევ დამატებითი შესაძლებლობა იქნება, რომ ძალიან ბევრ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლოთ. აქტიურ რეჟიმშია თვითონ საპროექტო ნაწილი, განსაკუთრებული მხარდაჭერა გვაქვს პრემიერის, სწორედ მისი ინიციატივით დღეს რუსთავს აქვს ეს დიდი შესაძლებლობა. მაისში ველოდებით უკვე საბოლოო პროექტს, რომლის მიხედვითაც გამოცხადდება უკვე სამშენებლო სამუშაოები. ამჟამად ვართ პროექტირების ეტაპზე, სადაც ეტაპობრივად გავდივართ იმ სავალდებულო ეტაპებს, ასე ვთქვათ, რაც პროექტირება მოითხოვს. ფონდის კონტრაქტორს უკვე, ასე ვთქვათ, აღებული აქვს პირველი ეტაპი გავლილი აქვს ქალაქ რუსთავის მერიასთან. სამშენებლო პირობებზე უკვე დავალება მიღებული აქვს და მალე ჩავიბარებთ უკვე პირველ ეტაპს, რომელიც გულისხმობს საბოლოო ესკიზს და გადავლენ უკვე დეტალური ნახაზების და კონსტრუქციის ასე ვთქვათ, მომზადების ეტაპზე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთში სოფელ აწყურსა და ბაჩნაძიანში სკოლებს აშენებს. პროექტის მიხედვით სრულად აღიჭირება საკლასო სივრცეები, შიდა დახურული სპორტული დარბაზები და მოეწყობა ეზოები. ორივე პროექტს, რომლის ღირებულებაც 12,5 მილიონ ლარზე მეტია, საქართველოს მთავრობა სრულად აფინანსებს. გურჯაანის რაიონის სოფელ ბაჩნაძიანში მიმდინარეობს 200 ბავშვიანი სკოლის მშენებლობა და ახმეტის რაიონის სოფელი აწყურში მიმდინარეობს 250 ბავშვიანი სკოლის მშენებლობა. სკოლები იქნება თანამედროვე სტანდარტის და დასრულდება წელს. დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 400-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუწყდეს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 6 თვის ვადაში შეუძლიათ სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ. 2025 წელს სააგენტომ სახლის 3,000-მდე დევნილ ოჯახს შეუწყდა, მიმდინარე წელს კი პროცესი კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. მიეცემათ საშუალება, რომ და შესაძლებლობა წარმოადგინონ შესასყიდი სახლებით, არხები სახლების წარმოდგენის შემთხვევაში ისერად გადარიცხული იქნება. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ აქტიური პროგრამა არის. ბევრი პროგრამა მუშაობს დევნილი ოჯახების ბინები და სახლები დაკმაყოფილების აგენტოში და სოფლად სახლის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით. დევნილთა განსახლების საკითხების შემსწავლმა კომისიამ დაასრულა მუშაობა და 400-ზე მეტ ოჯახთან დაკავშირებით მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. ამ ოჯახებს შეუსყიდით მათ მიერ წარმოდგენილ საცხოვრებელ სახლებს. პროგრამა წლის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება და რამოდენიმე 1000 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.
ვაზიანში მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. მათ ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული პირები ხელფასზე დამატებით 30%-იან დანამატს მიიღებენ. წლევანდელთა სამსახურში გაწვეულ პირებს უნარჩუნდებათ სამსახური როგორც კერძო, ასევე საჯარო დაწესებულებაში. ბრიგადის მეთაურმა წვევამდელებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებაზე კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. წვევანდილმა სამხედრო მოსამსახურეებმა მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, ულოცავს სამხედრო ფიცის დადებას, მათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს სამშობლოს წინაშე თავიანთი ვალის მოხდის მიზნით. აღთქმული ვარ იმ ფაქტით, რომ სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა იმყოფება ნებაყოფლობით. დღევანდელ დღის მიძღვნილ სამხედრო ცერემონიას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ნათლად დაინახეს თუ რამხელა პატივი და პასუხისმგებლობა ემსახუროს სამშობლოს. რეკრუტებს 8 კვირის განმავლობაში ჩაგვიტარდა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რომელიც მოიცავდა როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სწავლებებს. მეცადინეობები ჩაგვიტარდა საინჟინრო, პირველად სამედიცინო დახმარებისა და ტოპოგრაფიის კუთხით, რომელიც ასევე მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებებს. ასევე გავიარეთ საცოცხლე მომზადება, რომელშიც შედიოდა იარაღის გამოყენების წესები და სროლა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ სერჟანტსა და მეთაურს მიღებული გამოცდილებისათვის. ჩემი აზრით თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაროს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რადგან ეს არა მარტო სამხედრო, არამედ სამოქალაქო ცხოვრებაშიც გამოგვადგება. შესაძლებლობა მოგვეცა რომ გვეცხოვრა და გაგვეტარებინა ერთი დღე ჯარში, დავასწარით ასევე ფიცის დადების ცერემონიასაც, რომელმაც ჩემში ძლიერ შთამბეჭდავი და ემოციური განწყობა დატოვა. ასევე მოვინახულეთ ჯარისკაცების სასადილო საცხოვრებო და სპორტული დარბაზები, რომელმაც სპორტულმა დარბაზმა დიდი შთამბეჭდობა დატოვა ჩემში, იმიტომ რომ ყველანაირად აღჭურვილები იყვნენ, ასევე გავეცანით ტექნიკას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პროექტების შერჩევის მიზნით ჟინვალში გამართულ საერთო კრებას მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისათვის 5 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. თანხა 458 დასახლებისთვის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება. დაფინანსებულია ჯამში 4.900.000 ლარამდე, რომელიც მოიცავს 458 დასახლებას და აქტიურად გაგრძელდება ამ დასახლებებში საომავლო შეხვედრები. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. მოსახლეობამ დააყენა რამოდენიმე საკითხი, აქედან ხმათა უმრავლესობის გადაწყდება და აღნიშნული პროექტის მოხდება მომზადება და შემდეგ განხორციელება აუცილებლად. შევხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვიმსჯელეთ საჭიროებებზე, თუ რა სჭირდება დაბა ჟინვალის განვითარებას. დავისახეთ პრიორიტეტები, ბევრი რამე გაკეთდა და ჯერა რომ კიდევ გაკეთდება მომავალშიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის სენაკილესელიძის საავტომობილო გზის 26 კილომეტრზე არაგვის ხიდზე დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა. მიმდინარეობს ხიდის შეკეთება. საავტომობილო მოძრაობა ხვალ დღის განმავლობაში სრულად აღდგება. პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის სენაკილესელიძის საავტომობილო გზის 26 კილომეტრზე სენაკი თბილისის მიმართულებით მდინარე არაგვის გადასასვლელ ხიდზე დაზიანდა ფილა, რის გამოც ერთ ძოლზე შეიზღუდა მოძრაობა. მიმდინარეობს ფილის აღდგენითი სამუშაოები, ხვალისთვის გვეგმავთ სრულად საავტომობილო მოძრაობის აღდგენას, ასევე პარალელურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში შევა ექსპლუატაციაში. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშუხტის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტით. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. თქვენ კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr-დან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.